მოგესალმებით, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ჩვენი დისკუსიის მორიგი თემა გახლავთ ქუთაისის სახალხო მმართველობა, ვიდრე უშუალოდ საკითხზე ვისაუბრებდეთ. მინდა გაგაცნოთ პროტოკოლაში თუ როგორ გამოიყურება საახალწლოდ ჩვენი ქალაქი. კარგით, ეს გახლავთ სულ ჩვენი ქალაქის საახალწლო მმართველობა, რომლისთვისაც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობით და 78,000 ლარი დაიხარჯა. ჩვენი სტუმრები არიან ქუთაისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის მიმდინარე სამუშაოების განხორციელების განყოფილების უფროსი ზურაბ კუხიანიძე და ასევე ქუთაისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის საექსპლუატაციო ობიექტების განყოფილების უფროსი პატრონი ზურაბ სარალიძე. დიდი მადლობა ბატონებო კიდევ ერთხელ მომბრძანებისათვის. იქნებ განვივარტოთ, სად არის ქალაქი მორთული, სად არის სახალხო მორთულობა, რამდენი ნაძვისხმა გვაქვს და რატომ არ აქვს წელს ახალი ნაძვისხმა. ბატონო, თქვენთან დავიწყოთ. ნაძვისხმა მოგესალმებით. ნაძვისხმა ახლა განსაკუთრებით არის ჩვენი ახალგაზრდობის პარკში. მეორე არის პუშკინის ქუჩის დასაწყისში. და მესამე არის ცენტრალურ მოედანზე თეატრის წინ. ნაძვისხმა. მორთული არის სხვადასხვა ქუჩები. რამდენი ქუჩაა სულ მორთული გოდეში? სულ არის ახლობით 25. ზუსტად არ ვიცი ასე. ბოლო რამდენი ქუჩები არის? ქუჩები არის მორთული, თამარვები, ალიაშვილი, პუშკინის ქუჩა, რუსთაველი, ახალგაზრდობის გამზირი, ირაკლი აბაშიძე, ტაბიძის ქუჩა, გრიშაშვილის ქუჩა, უხაიძის ქუჩა. აგიწელია? აგიწელია? აგიწელია რა? კი ბატონო, გასაგები არის. ზებირად ვიცი. მეგობრებო, მაგის ისმეტი რა დაწერილი საკითხს ყველა გეძები. კი ბატონო, ბოლო რამდენიმე წელი არის ქუთაისის სახალხო მმართველობა ყოველთვის კრიტიკისა და მწვავე განხილვის საგანი ხდება. აი, რატომ შეგიძლიათ ამას გიპასუხოთ მაშინ, როდესაც არც ისე ცოტა თანხა იხარჯება ამ ყველაფერთვის. 78,000 ლარი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიზერული თანხა ნამდვილად არ არის და აი, თუ შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად რისთვის დაიხარჯა ეს თანხა ამ კრიტიკის შემდეგ, მაინც თუ დაინტერესდით თქვენ კონკრეტულად რისთვის მოხდა ამ თანხის დაახარჯვა. შეიძინეთ ახალი გვიანდელი ან ძველი შეკეთება. ძველების აღდგენა მოხდა, რაც არის ფიგურები 10 დასახელების დეკორაციები, მათი აღდგენა მოხდა და ნაწილის მოხდა გაახლება. და ბატონო ზურაბ, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად სრულად მოხდა ამ თანხის ათვისება, თუნდაც გაახლებაში, იმიტომ რომ ჩვენ პროტოკოლაში ვნახეთ, რომ ყველგან სადაც სახალხო მმართველობა არის განათებული არ არის, ანუ რაღაც პრობლემა არის თვითონ განათებაში და ხარისხის შემმართველობის. ყველაფერი ნაწილი რომ აღდგა, რა იქ სოგი კონტაქტები რამეები არის და ხდება დამთავრებული არ არის ჯერ და სრულყოფილად მოხდება უკვე საახალწლოდ იქნება ყველა იგი უკვე განათებული. დაკიდებულს გაარემონტეთ? როგორ? ჩამოკიდებულს უკვე გაარემონტეთ, მერე ბატონო, ან როგორ რაღაც ასეთი. ბატონო, ჩამოკიდებით რო ჩამოგიდა ადამიანმა, მის ვეღარ მიცდება რომ შეარემონტოს. რა მიცდება, მანქანა ხო უნდა მოუყანო, ხელახლა და ხარჯი არა. მე არ მომუყანო, მანქანაც ყველაფერი ყავდა, ყველაფერი გაკეთდა. როცა ზოგი კონტაქტები არის, თქვა იგი ზოგი რაღაც დააწვივა რამე და გამიერთო, ხო, მოხდა იმის თანდათანობით გასწორება. აი ბატონო ზურაბ, შემისწორებ თუ რამე მეშლება, ამიტომ არ არის ჩემი განყოფილების სფერო, მაგრამ ვიცი რა ხდება მის განყოფილებაში. ანუ ეს 78,000 ლარი ანგარიშორება ხდება იმის შემდეგ, რაც სრულად იქნება მორთული ქალაქი. ანუ დაახლოებით ალბათ მოუწევს რაღაც 31 დეკემბერს, ან 31 დეკემბრისთვის, რომელიც სანაც არ იქნება გამართული და იქნება ჩაბნელებული. რა ძალიან ცუდი არის, ვიცის მე ის როგორც ქუთაისზე რიგითი მოქალაქე, ჩემსაც ცუდი არის, რომ მიდივარ და ვყურებ დაბნელებულ განათებას. ამის შემდეგ მოხდება ანგარიშწორება, ანუ არ ჩაითვლება ის შესრულებული სამუშაოება, რომელიც არ არის გაფუჭებული. რაც იყო ძველები ის შეამოწმეს დასაწყვეტილი და მაგით მერის საწყობში შეამოწმეს, რომელიც ვარგო და ამოარჩიეს იქიდან დანარჩენი ახლები შეიძინეს და დაგიდეს და რა თქმა უნდა ახლა უკვე ამდენ ქუჩებზე
ერთიანობაში ხო საკმაოდ რა ჩამქრალი იყოს, მაგრამ აქ გამოსწორდება და სახელმწიფოებმა ყველა განსაკუთრებით. და რატომ ვერ მოხდა ბატონო სურაბ 78,000 ლარი ახალი ნაცვლის შეძენა. უკვე 6 წელია რაც აი ახალი ნაცვლის შემოსწრება. რამდენადაც მე ვიცი, ძალიან დიდხანია დაკავშირებული გააჩნია თან ზომას. ისეთი რა თქვა როგორც ახალში ისეთი ახალი შეძე მაგის ალბათ ახალ ამას წეიგებდა თქია. კი ბატონო, ვიდრე მეორე შეკითხვას დაგისვამდით, მინდა დარბაზს ვკითხოთ და ჩავთვლით ისინიც ამ საქმეში, რამდენად მოგწონთ ახალწლად მორთული ქალაქი და რა პრეტენზიები გექნება და რა მოგწონთ ან რა არ მოგწონთ. გისმით? ჩვენ თქვენ თავი წარმოგიდგენთ. მოგესალმებით, მე ვარ სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს და სოციალურ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი ესპერანტო კურსზე. რაც შეეხება ჩვენს თვითონ შეკითხვას, მაინტერესებს თქვენ თვითონ ხართ თუ არა მოვიდეთ თქვენი ნამუშევრით და მე ჩემს საშუალებად საინტერესო შეკითხვა. თქვენ მოგწონთ მორთული ქალაქი? მორთული ქალაქი ისე ყველაფერი არის შედარებითი. რაც იყო შაშა, წელს იქნება უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მეტად გადააზრებული. ჩვენ გვაქვს კიდევ საკამათები შევიცინეთ ახლა ნავადებით საკმაოდ რომელსაც მოითხოვოთ ცენტრალურ ნაძვის ხე და კიდევ სხვა ნაძვის ხე. ეს ნაძვის ხე ქალაქის მერია 2007 წელს აჩუქეს, როგორც ვიცი. უბრალოდ ის ნახშენები რაც იყო ესე 78 ახლა მიდი არა ძალიან ვიძე შედარებითია და შარშანდელ განათებაზე უკეთეს შედეგი. უკეთესი იქნება, კი. ახლა გაუთა შედარებით, მაგრამ უკეთესი. როდესაც დასრულდება, იქნება უკეთესი. ჯერ არა დასრულებული, მთლიანად მოიწვება და ყველა იქნება გასწორდება. ანუ თქვენი პროექტი მარტო არის გათვლილი 31 დეკემბერში და წინა საათზე. 31 დეკემბრამდე თუ რამე ჭარბ, ესე იგი იქნება ან გამორთული ან გადამწვარი, ან ყველაფერს აღდგენა მოხდება. თუმცა მანამდე 31 დეკემბრამდე ხალხს ჭირდება სახაზო განწყობა, რაც როგორც ითქვა ვიქტორიაში, ეს განწყობა ნამდვილად ჯერ ვერ იქნება. განწყობა ხომ უმატა, ერთი ნატურაც რო დაანთო, ხო, იგიც უმატებს ადამიანს. რამდენი რამეა გაკეთებული, მაინც არ უმაგდათ განწყობა, ხო უმაგდათ. როცა შტაბეჭდილება რჩება, უკაცრავად, რომ შტაბეჭდილება რჩება იმის რომ 78,000 კი არა, 78,007 ლარი და 80 მეტრიც არა დახარჯული შტაბეჭდილებას. ზუსტად ციფრები, უგანდეს ბატონ მე არ ვიცი, არ ვიყავ მომზადებული, რომ ზუსტად ციფრები მოწონებდა. იმად გითხრათ, ახლა ეს 78,000 ლარი შეცვლაში ნუ შეგვან ხავს. ამ 78,000 შედის ის 18% DGG, შედის დაგროვების პროცენტი და მოგების. ეს პროცენტულად 78,000 ლარი, იმენა ნაკიდები კი არა ყველა. ასე შეცვლაში რა პროცენტი დაიხარჯა? 60-ში რა, დემონტაჟში რა პროცენტი? ზუსტად ციფრები. ანუ გათვლილი აი გათვალისწინებული მაშინ. აბა რა აი წარმოგიდგენეს. ეგ არის პაჯი, პარლამენტის საიტი, ამ ჩაშიფული არის მედიის გამოცხადებული ტენდერი, კომპანიის აქ ამგენია კომპანია, ვისაც მოგებულია. ეგ არა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეგ არ არის ჩემი თემა, კარგი იქნებოდა სამსახურის უპრესო ყოფილიყო, ის უფრო ცუდად აგიხსნა ყველაფერს, მაგრამ მე რაც ვიცი რა, რაც თქვენ შეგიძლია, როგორც მე ვნახო ისე, ეს არის ძალიან მარტივი, აქ მთლიანად, მაგრამ გოჩი, თქვენ ძალიან გაგიცით, არის პაჯიზე გაშიფრული თუ რისი რა შესყიდვა ხდება ამ 78,000 ლარი. მაგალითად, ფალიაში ქუჩაზე მანათობელი ფარდის დეკორაცია, აღდგენა, მონტაჟი, კომპლექტი 20-ისა. ნუ აქ იქნება ჩაშლილი, მე ამას პირველად ვიყურებ ამ ხაშტაბიცვას და თქვენთან ერთად ვნახავ. ხო, აი ძალიან ელემენტარულად ადვილი სანაპიროების ეს ინტერნეტში. ბატონო, თქვენ ხო იცით ეს ხაშტაბიცვა უკეთესად უმეტეს არის 60. მაგრამ ზებირად არ ვწერთ. და ამ ხაშტაბის უჩვენებით თქვენ იმის თქმა გინდა, რომ თანხები არ არის საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ აღდგენა მომხდარიყო ამის თქმა არ მინდა. ანუ კითხვაზე თუ რაში არის განსაზღვრული თანხების ამ 78,000-ში რა შედის, ყიდვარი ახლის შეძენა არის, მონტაჟი არის თუ რა არის, ეს არის მედიის გამოცხადებული ტენდერი, სადაც შავ თეთრზე ჩანს, თუ რას მოიცავს ეს 78,000 ლარი მთლიანად. კი ბატონო, თქვენ თვითონ იმის მონიტორინგი მოდში გაწერილია, სადაც უნდა მოხდეს აღდგენა. რამდენად სწორად მოხდა ამ თანხებისათვის? ბატონო, თქვენ ის კითხვა. ჩვენ ვამოწმოთ ყველაფერს, რაც იქნება, ვამოწმოთ მის რაოდენობას, ხარისხს და იმის მიხედვით მივცემთ უკვე
როდის ამოწმეთ? პერიოდულად ეტაპობრივად თუ შემდეგ მე როდესაც ჩაივლის. უკვე შევამოწმეთ რაოდენობები და ხვალ მოხდება მისი შეჯამება. და აუდიტორიაში გამოთქმული შენიშვნები დამსახურებული არის ის რომ არ მოსწონთ თქვენს მისამართით გამოთქმული შენიშვნები და პრეტენზიები. რა მაგრამ რომ არ მოსწონთ მორთული ქალაქის საახალწლოდ მოსახლეობას მარიგზნობა განწყობა. გერმანების ყველაფერი მე მაგათაც მომწონს. უკეთესიც ვინახია. თუმცა მე წარმომადგენელმა თქვა განაცხენებული მოსახლეობის პრეტენზიები რომ მოისმინა დაიკავიწეთ ხელები და კეთილინებეთ და მორთეთ თქვენი ქალაქი ისე როგორც მორთეთ თქვენი სახლები და ჭირდება უნდა ჭირდებოდეს მოსახლეობას რომ გარკვეულ პროცენტს მოწონს არ მოწონს მაგრამ შეიძლება არ ჩვენ ჩავატარეთ კი ბატონო ბრძანეთ აგრა ამორთულობების მიხედვით ავტოკაღანაში ავანგარდში ფასილოგში და ასე შემდეგ ართენდება ახალი წელი 51-ში ხო და მე შემოვარ წინადადება ჩვენ დავაბლოთ 14 იანვარს გათენდება და ჩამოხსენით და მე გადმოკიდეთ იქეთ ამხარეს ჩვენ რა გვაქვს 5 წლის წინა 10 წლის 10 წლის წინა გვირობთ თქვენ გაგასვევთ 5 წლის წინა 20 წლის წინა კომუნისტების დროსაც გვირობთ ზვიადის დროსაც გვირობთ შევალეს დროსაც მიშას არა ავტოკარხანა იყო მორთული და ყველას დროს ვიროდი მე იყო ავტოკარხანა ყოველ შემთხვევაში სამატყოფამდე ჩამოდიოდა სამატყოფო ჩამოსახოვამდე ყოველ შემთხვევაში ყოველ წელიწად ჩამოდიოდა მაგრამ ცხოვრობი და ვიცი სტეკლოტარასთან ყოველ შემთხვევაში ყოველ წელიწადს იყო და ის დასაწყისებში აბსოლუტურად ყოველ წელიწადში ვერ გავიგე რა გევანდელი ერთი და იგივე საქართველოს რა ვიცი გუშინ განივაშურა სოციალური იგივე ეკონომიკური და ყველა პრობლემა არა ერთლაი შევალაზიდო სამჯობია და მაგას გულდაბა შევალაზიდო სამჯობია კომუნისტების პერიოდის შესაძლებლობები საქართველოს შევალაზის დონეს ჯობი ვარ შევალაზის მერე მმართველობის დონეს დავისილეთ ერთი აგე როგორ აგერ შევალაზის დროს ერთი რაღაცა კომუნისტების დროს არა არეულობის პერიოდში კომუნისტების დროში არა რამოდენიმე წლის წინ რაღაც 3-4 წლის წინ არგეუნებით ავტოკარხის სამატყოფო ჩამოსახოვამდე ზუსტად იქ ცხოვრობ და მაშინ მქონდა პრეტენზიები ამდენს თუ უკიდებ ჩვენ და რა დააშავალმა რომელიც 3-4 წლის წინ აჰა ყველაზე დიდი 4 წლის წინ სამატყოფო ჩამოსახოვამდე ავტოკარხანაში ჩამოკიდებული იყო მაგ შრიგენ საფრთხობელები მაგ საფრთხობელები ახლა რაცაა და თქვენ რომ მოწოს არ ჩემთვის საფრთხობელა და იყო ჩამოკიდებული და მე როგორც ქუთაისელი გეუნებით სიცხვილია ამას სულ არ დაიკიდოს ის ჯობია თქვენ რომ უწოდეთ ამას სულ არ დაიკიდოს ის ჯობია თქვენ მოაქვთ საფრთხობელებს ზუსტად ესენი იყო დაგიდებული ჩვენ შორის განსხვავება ასდასხვაობა ნუ არის შენ მიგმუშაო მე რეაგე მიგიტო ოპოზიციაში მაშინ იყო კარგი და ახლა გახდა საფრთხობელა არც მაშინაც საფრთხობელა იყო არც მაშინ ვაკები კაცო არა თქვენ სამი წლის წინ შენ რას ჯობოდი ნაციონალიზმის მაგიაბიცი აღარ არ მაინტერესებს კაცო მაგრამ მე მაშინაც ვამთხოვ მაშინაც ვამთხოვ საფრთხობელა იყო მაშინ მაშინ კარგი იყო მაშინ საფრთხობელა იყო მაშინაც საფრთხობელა იყო და შენ და გეუნებით აი ჩემი აზრი ხო და უშო ვამთარი შულებს ვიცავარ ჩემი აზრი თუ გაინტერესო როგორც ერთი ქუთაისელი და როგორც პარტიის თავმჯდომარე და არა როგორც ერთი ქუთაისელი ამის დაკიდება ახლა რაცა ეს სულად დაკიდებული იყო ის ჯობია ეს თქვენი აზრია ხო მე აბა რა ვთქვი ახლა მე თქვენი აზრია ხო მე ჩემი აზრი ხო გემოვნებაზე როცა მეუნებით ახლა მესაუბრებთ ახლა მართლა მოგწოთ აგისოთ მართლა მოგწოთ ეს განათება რა დრო რომელ განათებაზეა ლაპარაკი მესმის გაჭირებაა რაღაცა მაგრამ რაღაც თანხა გამოიყოფა ამ ქალაქში და ყველა ქალაქში რაღაც პატარა განწყობა შეუგრან ადამიანებს დროს მინდა ვთქვა რაღაც ჩვენ რა თქმა უნდა ეკონომიკურად ძალიან ცივი გონს ახლა ნუ თუ გავთავისებთ ძალიან ასე ვთქვათ ცუდ პირობებში გიწევს ცხოვრება და ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება საკუთარ სახლში ნორმალურ პირობებში შეძლოს შობას და ქალაქში მაინც რომ გამოვიდეთ და ნორმალურად ასე ვთქვათ აღნიშნოთ ეს ყველაფერი და თუნდაც განათებული კლიენტებთან ნორმალური გარემოში დაუწყოთ ამის უფლება თქვენ ეს ამბობს სახელმწიფოებს. რის მიხედვით ხდება ბატონო სურალი ქუჩების შერჩევა, სადაც უნდა მოხდეს საახალწლო მორთულობების გაწყობა და საახალწლო მორთულობა. ძირითადად ეს ირჩევა ცენტრალური ქუჩები, რომელსაც ქვია ქალაქს უფრო შემოსასვლელი და სადაც ნუ ცენტრალურად გიდები.
ასევე ადგილობრივი საფრთხე იმასთან დაკავშირებით პრეტენზია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ირაკის ქუჩაზე არის განთავსებული, სადაც არ იგრძნობა საახალწლო განწყობა, ანუ არანაირი მორთულობა ეკრანებზე. რატომ გადაწყვეტეთ, რომ ასე ყოფილიყო ეს ქუჩა? გაგიტებული ირაკებაში. კარგი, მადლობა. ერთი წუთი კიდე რაღაც დავამატებდი, დაახლოებით 2000 მუშაობ მერიაში, ეთნოწყობის სამსახურში 2010 წლიდან. დაახლოებით 2012 წელი იყო, 11 წელი იყო, ერთადერთი რაც მახსოვს 12 იწყებოდა, იყო გამოთქმული ეს ახალი სანათელი შეძენა მოხდა მაშინ, მის მერე ყოველ წელს ემართებოდა იყო ეს ანუ ახლა ამ წუთში არსებული ბრილიანტები არის ესენი ის განათებები ნამსის სათამაშოები მაშინაც იყო შეძენილი მაშინ დაახლოებით დაიხარჯა ამის შეძენისთვის ზუსტად მასოს რაღაც 120,000 ლარი არც მაშინ ამოხდა ნამსის შეძენა იქ მერე იყო ასეთი პრეცედენტი რომ ქარი მისდროს ძლიერი ქარი იყო 2012 წლის 2011 წლის 31 დეკემბერი იყო რაღაც დავიზიანდა და რისი თქმა მინდა ერთის თქმა რა წელს ნაძვისთვის შესყიდვა ვერ მოხდა. სავარაუდო ღირებულება იმ ნაძვისთვის რაც ჩვენ გვაქვს ახლა მისი სიგრძის დაახლოებით იყო 150,000 ლარი. ნაძვის ხე 8 მეტრიანი ნაძვის ხე, მინიმალურ ფასს გეუბნებით, ხირის 150,000 ლარი. ქალაქს რომ შეეძინა კიდევ დამატებით 150,000 ლარიანი ნაძვის ხე, დამატებით შეეძინა განათებები, ეს ადიოდა დაახლოებით 250,000 ლარზე. ჩემთვის როგორც რიგითი ქუთაისელისთვის კი კარგი არის საახალწლო განათებული ქალაქი და ძალიან ლამაზია რაც იყო 2011 წლის დეკემბერში, ის იყო ძალიან ლამაზი. კი, მესმის, მაგრამ მის მერე არ მოხდა საახალწლო განათებისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა რადგან ქალაქის მერიამ პრიორიტეტულად ჩათვალა სოციალური საკითხები, თუ გინდ სახლის გადახურვები 300,000 ლარით ალბათ გადაიხურება დაახლოებით 30 სახლი ხო და გაჭირონ ადამიანს სახში უნდა არჩევა. მე ასე მიმაჩნია სწორად და ეგ არის ჩემი მეუბნები. კიდევ ერთხელ გიხსნით ერთ რამეს გიხსნით რა. ეგ არ არის ჩემი სფერო, მე მეუბნებით ამას როგორც იგითი ადამიანი, როგორც თქვენ, იგითი მოქალაქეები. მე არ ვიცი ამ გაყოფილების ბიუჯეტი არ ვარ ამ ბიუჯეტში ჩახერგული და არ ვიცი მათი რა ვიცი. მე გახლავართ აკადემიის სამართლის სტუდენტი, ქუთაისელი გახლავართ და მე მინდა ძალიან დიდ პატივს ვცემთ თითოეულ თქვენგანს და მინდა ესეთი შეკითხვა დავსვა რიტორიკული, რომელზეც პასუხი ყველა მიცის. ჩვენ ამ განათებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს თანაქალაქელებს შეექმნათ რაღაც განწყობა და ჩვენ თანაქალაქელებისთვის იყოს თუ ვიღაცას რომ მოვაჩვენოთ, აი ამდენი დაიხარჯა და აი ეს გაკეთდა და შევეცადოთ რაღაცეების მოწესრიგებას ციფრების მხრივ. ქალაქში, რომელსაც ყავს მინიმუმ დღის მონაცემები 15,000-მდე სტუდენტი და მით უმეტეს ახალი წლის პერიოდში ბევრი ჩვენი ქალაქები, რომელიც ამჟამად თბილისში სწავლობს, ბრუნდება ქალაქში. აი ჩვენ შორის დარწმუნებული ვარ, დიდი ასაკი იქნება სხვაობა. თუ მერიაში არ მოსდის ვინმეს აზრად ის, რომ აი ახალგაზრდებს შეეკითხოს, რომ რა იქნება იმისთვის პრიორიტეტული, რა უნდა საახალწლოდ ქალაქში რო იყოს მისთვის და მე არ ვამბობ, რომ თითოეულ საკითხად მივიდნენ და ახალგაზრდებს კითხონ, აი ზოგადად მოიკითხონ აზრი, რა განწყობა არის დღესდღეობით ქალაქში მყოფი სტუდენტებისთვის და როგორი განწყობა უნდათ, რომ ჰქონდეთ მათ საახალწლო. წინა საახალწლო, რომელიც დღესდღეობით მე და ჩემი მეგობრებისთვის პირდაპირ არ არსებობს, იმიტომ რომ 31 წლის ღამე მხოლოდ არ არის ახალი წელი, მოგეხსენებათ, რომ ახალი წელი არის მთელი პროცესი თავის განწყობით და ასე შემდეგ. ვიღაცისთვის მე მესმის ისიც, რომ სოციალური დახმარებები შეიძლება უფრო პრიორიტეტული იყოს, მაგრამ იმ მიზნით, რომ სოციალურ დახმარებებზე გავაკეთოთ აქცენტი, რაღაცეებზე, აი ესეთ ელემენტარულ რაღაცეებზე უვალისწინოთ, ჩემს არ არის გამართლებული. დიდი მადლობა. კი, დავცემ, ანუ ერთი რამე მინდა რომ ვთქვათ, ანუ თქვენი და ჩემი გემოვნებით ქალაქის მორთვა, რა ვიცი, ალბათ რაღაცით მაინც ახალგაზრდებოდა და რაღაც ერთმანეთში ალბათ გემოვნება მithora. დაახლოებით აი თქვენი გემოვნებით და ჩემი გემოვნებით რომელთვის ქალაქი ალბათ რაღაც რამოდენიმე მილიონი დაჭირდება. ის კონსტრუქციები თავიდან რო გაკეთებოდა სხვა პირობებთან ძალიან დიდ თანხებთან იქნებოდა უკვე დაკავშირებოდა. რაც იქ ნაწილი არის ძველი ის აღდგა იმ კონსტრუქციებზე და ნაწილი მასალები იქნა ნახილი ახალი გინდა. ბატონო ზურაბ, ამ ეს მოცემულობა რომელიც ჩვენ ანალიზის გვაქვს აღდგენილი არ არის ის სანათი წერტილები რომელიც უნდა მოთავდნენ და უნდა მოხდარიყო. ბევრი მორთული არის, რაც ჩვენ ვნახეთ უკვე ფოტოსკოლაში. არა, შეიძლება მაგას ბუს არ ვიცები. მაგრამ დეიდლებს ყველა. ანუ გასწორდება 31 დეკემბრისთვის. აი ზუსტად დეკემბრისთვის კი არა, შეიძლება ხვალისთვის იყოს. შეიძლება ვთქვათ, ახლა 10-ია და ჩაგვდეს.
და გასწორდება ის. იმიტომ ელექტრო არის კონტაქტი რამე პატარა და დაერქვა კონტაქტი ჩაფრა ნაწილი. ის პერიოდულად ყველაფერს აღდგება. აქ არავინ არ საუბრობს, რომ სოციალურად დაუცველებს მოვაკლოთ თანხა და ამის ხარჯზე გავზარდოთ რაღაც ქალაქი გავანათოთ რამოდენიმე კვირით. ჩვენ საუბრობთ იმ თანხაზე, რა თანხაწერის გამოყოფილი ამ სახალხო ქალაქის მმართველობაზე და ხომარ იკვეთება აქ რაღაც დაგეგმარების პრობლემა. თქვენ აღნიშნეთ რამოდენიმეჯერ, რომ 31-მდე საბოლოო ჯამში ჩადგება ეს ყველა გრილიანტი, რომელიც არის გადამწვარი წესრიგში და 31-ში გვექნება განათებული ქალაქი. ხომარ აჯობებდა დაგეკავებინათ თადარიგი, უფრო ადრე დაგეწყოთ ამ ყველაფერს მუშაობა, გამოგეცხადებინათ მანამდე ტენდერი და 31-ისთვის კი არა, 20-ისთვის უკვე ხალხს გაწყობა ქონდა და შექმნილი. ევროპაში არ ყველას უნახავს რა ხდება, ევროპაში შორშომარწავი და თბილისშიც ყველაზე ადრე განათდა, ხო? ხომ შეიძლება და უფრო ადრე დაგვიწყოს ყველაფერი, რომ ის ხარვეზები, რაც არის აქამდე უკვე აღმოფხვრილი ყოფილიყო. გასწორდება თანდათან ყველაფერი. მაგრამ 31-ში უკვე ახალი წელი იწყება და განწყობა იწყება. ხავარია, მათი პოზიცია არის ასეთი, რომ 31-ში შეიქმნებას განათდება ქალაქი. შეიძლება დავამატო. შემდეგ ვერ ახალწლამდე მოხდება მე როგორც ვაისელის სტუდენტი, აი ნამდვილად ვამბობ, რომ აი ესეთი დამოკიდებულებით ვარ შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ მერის წარმომადგენელი არ უნდა მოდიოდეს და არ უნდა მეუბნებოდეს მე იმას, რომ სადღაც რაღაცა ციფრები წერია და ეს მას ზეპირად არ იცის. თუ კეთილი ინებეთ და როცა მოდიხარ შეხვედრაზე, მობრძანდით მომზადებული. ციფრები. სორი ხა, ამოგიბეთ. აპატიეთ და ბოდიში. თქვენ მძალეთ წეგან, რომ 5 და 10 წლის უკან არ იყო ისეთი სიტუაცია, როგორც წელსარი და გაცილებით უფრო უარესი მდგომარეობა იყო. ეს ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შვიდად ვიყოთ და ამითი თავი დავიმშვიდოთ და რა თქმა უნდა მე ახლა ამ წუთში არ შეგეკითხებით იმას, რომ იყო თუ არა თქვათ არქიტექტორ დიზაინერები ჩართული საახალწლო ქუთაისის მმართველობაში და დაგეგმარების შედგენაში, იმიტომ რომ ფაქტია რომ არ იყო და მაინტერესებს რატომ არ იყვნენ დიზაინერები ჩართული, თქვათ შეიძლებოდა რომ იმ არსებული თანხით, რაც ეხლა აქვს ქუთაისის მერიას გამოყოფილი, იმ თანხებში დიზაინერს რაიმე კრეატიული, ინოვაციური იდეა შემოეთავაზებინა და ეს რაც გადათხრილი და მივიტოვებული და გაუბედურებული ქალაქი ლამაზად და კარგად შეეფუთა იმ გირლანდებით, რაც ეხლა გვაქვს. რატომ არ მოხდა დიზაინერების ჩართვა ამ საახალწლო მმართველობის შემუშავებაში? მადლობს. გისმენთ ბატონო. ძალიან გთხოვთ რეპლიკებისგან თავი შეიკავოთ. გათვალისწინებული იქნება. მე და რეპლიკის გარშე. ეს თქვენ როგორ უფრო იყოს როგორ გინდა იყოს მორთული საახალწლო ქალაქი. ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ კითხოთ, რომ 10 წლის უკან მოგწონდათ თუ რა განათებია. მე 10 წლის უკან შეიძლება აზროვნების ესეთი აზროვნება ამხელდა და შესაბამისად ჩვენსაც ვერ დავაფიქსირებდი. 10 წლის მერე შეიცვალა დამოკიდებულება, დიმონება და ასე შემდეგ. როდესაც 78,000 ლარი იხარჯება აი ამ სფეროში, რომელიც კონკრეტულად განაკვეთით არის გამოყოფილი, რომ უნდა მოხდეს საახალწლო დეკორაციები და ასე შემდეგ. მე მოვითხოვ იმ თანხის სრულად წარმოჩინებას, რასაც ჩემი ოჯახიდან გადის, თითოეული ოჯახიდან შემოდის თავრობაში, რომ მოხდეს აი ამ საქმეს. ვიცი რომ ამითი სოციალური პრობლემებს ვერ მოვაგროვებთ, მაგრამ ამისთვის სხვა ფინანსები არის გამოყოფილი და სხვა სფეროებს ეკისრებათ, რომ მიხედონ საქმეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც თემა გვაქვს საახალწლო განათებები და ასე შემდეგ, აი აბსოლუტურად მოძრაობად მივიდეს, რომ ბოდიშით აი ამ სიტუაციას, რომ ვილაპარაკოთ სოციალურ პრობლემებზე. ჩვენ დავსვებით სხვა დღეს და ვისაუბრებთ სხვა თემაზე, რომლებიც იქნება იმ დროისთვის შესაბამისი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის გამართლება იმისა, რომ აი 78,000 ლარი იხარჯება განათებაში. 78,000 თუ ციფრებზე დავწერთ, ხო, იქ უნდა წაიგოთ ხარჯს ჩაწერია. ამ 78,000 არის DRG აქცენტი. DRG არის მოგების გადასახადი სხვა 78,000 ლარი. თუ ეს მოსამართლე 78,000 ლარი ის ნაყიდები კი არ არის. იმაში არის უშის კერპაზე არის ის 18%, არის 7%, არის 10%. გასაგებია ეს ყველაფერი კომპანიისთვის რო იყო ცნობილი ეს არ ჩაუდია ასეთი და მე მირჩევი ეს სხვადასხვა ტიპის გადასახადები მოსახლეობას არ აინტერესებს, როდესაც საქმე გიდგება საახალწლო განწყობასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მოცემული იყო
სატენდერო პირობებში და შეფასე აღუდგენმა იწოდა ამის შესახებ, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ მორთულობაზე, ხო? ანუ ის გაშგონებული რეკომენდაციები, პრეტენზიები და შენიშვნები, რამდენად იქნება საომარი? ერთი რეკომენდაციას დავამატებთ შეიძლება, რომ ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ მიმართალია თქვენ ეხლაც ძალიან მოგწონთ. განათებული ისეთ მორთული იმაჟობია გონათება სხვა ჯობია. ვიაც გვასწორო. ჩემი რეკომენდაცია იქნება როგორც რიგით მოხალხის, რადგან უმეტესობა ეს კრიტიკა და პრეტენზიები მოდის ახალგაზრდობისგან, სამომავლოდ მაინც ჩატარდეს რაღაც კონკურსის მსგავსი ახალგაზრდებს შორის, წარმოადგინონ თავიანთი პროექტი, გეგმა, როგორი სურთ სახალხოდ მორთული ქალაქი და აირჩიოს შემდგომ რაღაც კომისია იყოს დიზაინერით შევიდეს შიგნით, რომელი პროექტის დამტკიცება სწორედ ისე მოიხდეს გაზეთზე, ეს იქნება უბრალოდ ჩემი რეკომენდაცია. ტურისტული როგორ მესამეჯერ მინარებს, ხო? კომისია ახალი წელი რომ მოვიდოდა ხო ვიცოდი ვინმე იყო მოსული მერიაში და წამოაყენა წინადადებები ეს ისება გამოგვიდგა ხა როგორც გამოვიდა კულტურის განყოფილების უფროსი რომ ხელები დავიკაპიცოთ ზუსტად ისე მოსახლეობა არ არის ბატონოსურა ვალდებული რომ მართლა დაიკაპიცოს აბა და ხელფასდაში გასულ თქვენ გაქვთ ეს მანდატი მოწამული რომ ხალხი შენობაა და ახალგაზრდები ჩასული გამყოლაფერზე და არა მხოლოდ სახაზო კარტობას თუნდაც სოციალური საკითხების მოყოლებას სალამო ბოდიშ მოახერხე ჩვენასა საბანის რამდენზეც დაგწუვა გასაგებია სამომავლოდ რა თანხარის გათვალისწინებული სამომავლოდ ბიუჯეტში არ არის სასახოლი 2020 ახალი წელს რომელმაც ალაგდერი ყოფილი აი ფიცავა ყველაფერს გამოვიდოდი რა ჩვეულებრივ მოსახლეობას ვეთქო წელს შეგვიძლია პირობითად ვამოყო ეს 78,000-ის დახარჯვა მაგრამ მე გეუბნებით კალაკჭებო კალაგველებო ჩემო ამ სისულელის გაკეთებას ბიჩემია წეს არ გავაკეთო არაფერი გამოაცხადო წენდები 78,000-ად სააგრო შევლად რომელიც ამას დაამზადებს კრედიტად მიცემ ვიღაცას რომელიც ააშენებს სააგროს რომელიც ამას დაამზადებს ამნაირებს და მომოაწილდა კიდევით ღირსეულად გაგინათებ კალაკს მირჩევია ეწეცას არ დაიკიდოს ეს სისულელი და იფული ჩაიდოს შემდეგ წლებში რომ ერთხელ და სამუდამოდ ლამაზ კალაკში ვიცხოვროთ უთხარი მოგულიას გოგიწულა ამას შეგვიძლია არცალია როგორ გააკეთო სამ ხარხანა თქვენ თუ ხარხანას გავაკეთებდი ხო რა რო გააკეთო აი ეს გრილიანები მარტო ქუთაისის ისაკია საერთოდ საწარმოგეშას რომელიც მე ხოსკი ისეთი დაბალი ფასი აკეთებს ჩინეთ ჩვენ ვერაფერ გავაკეთებთ ისე დავაკეთეთ აუ ახლა მაგას დაგილაპარაკო მე ატო გაგანას მუშაობ შესამუშავებ ხო მე რა საუბარი გააკეთებდე სამ ბრილიანტს გააკეთებდეთ იმას შეიძლება თავისი მასა რაც თავისი ყველაფერი და ეს თელი სისტემა და რა ის რომ მოგის და მე გასხვებული აზრი მაქვს აი ახლა შენაერა რო ყავს მერიაში იმას მიტოლა კოლაძის საქმე წესიერა ხო და ზუსტად მაგია პროტექციულად უნდა მიუდგა აი ახლა საკითხი თამობრო გააკეთებთ ბრილიანტს ჩვენ კი არა ჩვენი მეზობლები ვერ აკეთებთ ვინ ვერ აკეთებს რუსეთსა ჩამოაქვს ჩინეთიდან ჩვენ ვიდუარ რუსეთისადმე კარგად ჩინეთი რო ჩამოვა ვიდუარ რუსეთსა კარგად ვერ აკეთებს ბრილიანტს არ აკეთებს შენ აი მოხელები რო შეგვითვა რას ვერ აკეთებს თელი მსოფლიო შენ რას მიხში შეგამიყვა ადავი კოსმოსაკეთე რაკეტას აკეთებს ბრილიანტს